თეირანი საკუთარ უკონტროლო ომშია გაჭედილი. ტრამპი პეკინში ოთხშაბათს 2026 წლის 13 მაისს ჩავიდა, როცა ირანი ცდილობდა ჰორმუზის სრუტეში კონტროლი ეჩვენებინა, მაგრამ დღის მოვლენები სხვა რამეს აჩვენებს. ირანის რეჟიმი ცდილობს შეაჩეროს გემები და ტრამპი აიძულოს, რომ მის მოთხოვნებს დათანხმდეს. მაგრამ დღეს ომი სხვა სიმცეში გადავიდა. ის მხოლოდ ყურედან აღარ მიმდინარეობს და პირდაპირ დიალოგის ნაწილად იქცა ვაშინგტონსა და პეკინს შორის. ზუსტად იმ ყველაზე მგრძნობიარე წერტილში ირანისთვის ჩინეთი, მისი ნავთობის მთავარი მყიდველი, დასანქცირებულია. ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთის დახმარება ომის დასასრულებლად არ სჭირდება, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამ თემაზე სი ძინპინთან დიდხანს ისაუბრებს. და აქ იბადება მახე. არსებობს ცნობები და ძლიერი სპეკულაცია, რომ პეკინი ტრამპის ზეწოლის ქვეშ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან. და ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ეშინია რევოლუციის, რადგან ირანი სწორედ ამ ეტაპზე კარგავს ჟანგბადს. და ტრამპს ახალი მიზეზი ეძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად მოჭიროს ეკონომიკური ბლოკადა თეირანის წინააღმდეგ. ამასაც მალე მოგიყვები. მაგრამ ეხლა შენ გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მიუსონ ალვესი. დღევანდელი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მხოლოდ ტრამპის ვიზიტი ჩინეთში არ ყოფილა, რათა ირანში ომის შემდგომი მიმდინარეობა შეეთანხმებინა. ეს იყო ჩინური სუპერნავთობმზიდის სახელად იუან ჰუახუს გადაადგილება, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გავიდა და 2 მილიონი ბარელი ერაყული ნავთობი გადაჰქონდა, არა ირანული. 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყურეში გაჩერების შემდეგ. როიტერსის მიერ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, გემი ახლა ომანის ყურეშია გაჩერებული, ახლოს იმ ზონასთან, სადაც აშშ-ს საზღვაო ფლოტი ბლოკადას ახორციელებს. ეს დეტალი ცვლის დღის შეფასებას. ტრამპი ჩინეთში დახმარების სათხოვნელად არ წასულა, ის წავიდა, რომ ანგარიში წარედგინა. ჩინეთი ყიდულობს ირანული ნავთობის დიდ ნაწილს, რომელიც სანქცირებულია. ჩინეთს სჭირდება სპარსეთის ყურე ენერგიის მიმოქცევის შესანარჩუნებლად და არ უნდა, რომ მისი გემები გაჩერდეს თეირანსა, ამერიკულ ბლოკადასა და სამხედრო რისკს შორის. ამიტომ ტრამპი შეიძლება ახალ გზას ხსნიდეს, არ აწარმოოს მოლაპარაკებები ირანთან პირდაპირ, თითქოს თეირანი ძლიერი იყოს, არამედ ზეწოლა მოახდინოს მათზე, ვინც ჯერ კიდევ აძლევს რეჟიმს სუნთქვის საშუალებას. თუ პეკინი შეამცირებს შესყიდვებს და აყოვნებს გადახდებს, მოითხოვს უსაფრთხო გავლას ან გარანტიებს თავის გემებისთვის, ირანი ძალას ნამდვილად დაკარგავს. არ არის საჭირო ხმაურიანი განცხადება. საკმარისია ჩინეთმა ფრთხილად დაიწყოს მოქმედება, რომ ირანული ფულის ნაკადი შენელდეს, გაძვირდეს და გართულდეს. მეორე ახალი გზა ზღვის რუკაზეა. დღეს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა გააფართოვა ჰორმუზის სრუტის საკუთარი განსაზღვრება და კონტროლის იდეა უფრო დიდ ტერიტორიაზე გადაიტანა, ჯასკის სანაპიროდან გრეთერ თამბის კუნძულამდე. როდესაც რეჟიმი ომის დროს ტერიტორიის საზღვრებს ცვლის, ეს ნიშნავს, რომ მას მეტი სივრცე სჭირდება ზეწოლის გასაძლებად, მაგრამ ეს ტრამპს კიდევ ერთ ბერკეტს აძლევს. კონტროლის ზონის ეს გაფართოება ასევე გავლენას ახდენს სპარსეთის ყურის მეზობლებზე. იგივე წყარო მიუთითებს ქუვეითის ბრალდებებზე ირანის შეიარაღებული შეღწევის შესახებ ბუბიანის კუნძულზე. და კატარის მიერ მილებული ზომები, რათა დამალოს გემების გადაადგილება მის მთავარ თხევადი ბუნებრივი აირის პორტში, მას შემდეგ რაც ირანის თავდასხმებმა გავლენა მოახდინა ექსპორტის შესაძლებლობაზე. თეირანი ცდილობს გარემოზე კონტროლის დამყარებას, მაგრამ ეს აშინებს იმათაც კი, ვისაც მასთან თანაცხოვრება უწევს. ეს ირანს კიდევ ერთ ფრონტზე აბამს. თუ მეზობლებზე ზეწოლას გააგრძელებს, რეგიონალური იზოლაცია გაიზრდება. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის სააგენტო ახლა მუშაობს იმ ვარაუდით, რომ ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დახურული იქნება მაისის ბოლომდე. ეს მხოლოდ ტექნიკური პროგნოზი არ არის. ეს პოლიტიკური იარაღია ტრამპისთვის. დიპლომატიაც გაჩერდა და ეს ამერიკის ზეწოლას აძლიერებს. CBS-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი გაწვრთნილები და მზად არიან აშშ-ში ახალი თავდასხმის მოსაგერიებლად, მაშინ როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამავე დროს ტრამპმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც თითქმის ღალატად ჩაითვლებოდა მედიაში, იმის თქმისთვის, რომ ირანი კარგად ართმევს თავს ომში. ამ სიტყვებს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ტრამპი ცდილობს ხელი შეუშალოს თეირანს აღქმის ველზე გამარჯვებაში. ირანმა სცადა გამოფიტვის ომის წამოწყება, მაგრამ ახლა ეს ომი მის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას. ტრამპს მეორეს მხრივ შეუძლია ერთდროულად 4 ზღვაზე ითამაშოს. მისცეს სი ძინპინს იგრძნოს ჩინეთის დამოკიდებულების სიმძიმე სპარსეთის ყურეზე. მისცეს არაბულ ქვეყნებს საშუალება იჩივლონ ირანის არასტაბილურობაზე. მისცეს ბაზარს დაადანაშაულოს თეირანი ენერგიის მიწოდების შეწყვეტაში და მისცეს ამერიკულ ბლოკადას კიდევ უფრო მოუჭიროს რეჟიმის ფინანსებს. დაღუპულთა რაოდენობა ამ ომის მძიმე ნაწილად რჩება.
ომმა უკვე ათასობით ადამიანი იმსხვერპლა თებერვლიდან მოყოლებული. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედროები და მებრძოლები სხვადასხვა ფრონტზე. ომის გავლენა ლიბანშიც გავრცელდა. ახალი ისაა, რომ ომის გაგრძელება ირანს სუფთა გამოსავალს არ აძლევს. რაც უფრო მეტად ცდილობს თეირანი ფრონტები გახსნილი შეინარჩუნოს, მით უფრო მეტად უწევს შიდა ხარჯების გამართლება. ისტორია გვიჩვენებს, რომ რეჟიმები, რომლებიც პრესტიჟის ომებში არიან ჩართული, ხშირად აგვიანებენ შეცდომის აღიარებას. საბჭოთა კავშირი ავღანეთში შევიდა რწმენით, რომ შეძლებდა ტერიტორიის კონტროლს, მოკავშირე მთავრობის დაცვას და კონფლიქტის სამხედრო ძალით მართვას. შედეგად მივიღეთ ხანგრძლივი, ძვირადღირებული და პოლიტიკურად დამანგრეველი გამოფიტვა. ბრიტანული წყაროები აღნიშნავენ, რომ ომი მოსკოვისთვის ჭაობად იქცა. დაახლოებით 15,000 საბჭოთა ჯარისკაცის დაღუპვით. გასვლის შეთანხმება 1988 წელს და სრული გამოსვლა 1989 წელს დასრულდა. შედარება არ ნიშნავს, რომ სცენარები იდენტურია, არამედ იმიტომ, რომ ლოგიკა მსგავსია. როდესაც ზესახელმწიფო ან რეჟიმი ომს ავტორიტეტის გამოცდად აქცევს, იქიდან გამოსვლა გაცილებით რთული ხდება ვიდრე შესვლა. სხვა ქვეყნებიც აჩვენებენ, როგორ მუშაობს ეს მახე. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ძალის გამოსვლად აქცია. შედეგად მას მოუწია სანქციებთან, სამხედრო ხარჯებთან და პარტნიორებზე უფრო დიდ დამოკიდებულებასთან შეგუება. ვენესუელამ გარეპოლიტიკურ დაპირისპირებას შიდა კონტროლის გასამართლებლად მიმართა, მაგრამ ეკონომიკამ მძიმე ფასი გადაიხადა და იზოლაცია გაიზარდა. ბაშარ ალ-ასადის სირია გადარჩა გარედახმარებით, მაგრამ მან პრაქტიკული სუვერენიტეტი დაკარგა მოკავშირეებზე, რომლებმაც ტერიტორიის მართვა დაიწყეს. ირანისთვის ეს გაკვეთილი მძიმეა. როდესაც თავრობას ომი სჭირდება, რომ ძლიერი გამოჩნდეს, ის ომზე დამოკიდებული ხდება, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და რაცა ომზეა დამოკიდებული, თავისუფლებას კარგავს მშვიდობის დასამყარებლად. ზუსტად ამ საკითხის გამოყენებას ცდილობს დღეს დონალდ ტრამპი. მას არ სჭირდება თავი მოაჩვენოს, თითქოს ირანს იარაღი ან გავლენა არ აქვს. ყველაზე გონიერი ნაბიჯი ის არის, რომ აჩვენო, ეს გავლენა ტვირთად იქცა. ირანი აკონტროლებს ნაწილის გასასვლელს, მაგრამ ახლა მას ადანაშაულებენ გასასვლელის დაუცველობაში. ირანი ცდილობს ჩინეთი გამოიყენოს როგორც მნიშვნელოვანი მყიდველი. მაგრამ ეხლა ტრამპი ესაუბრება სი ძინპინს იმ დროს, როცა ჩინური გემები საფრთხის წინაშე დგანა ყურეში. ირანი ცდილობს გააფართოვოს ჰორმუზის თავისი განსაზღვრება, მაგრამ ეს აშინებს მეზობლებს, ექსპორტიორებს და სადაზღვევო კომპანიებს. ირანი იმუქრება, რომ ახალ თავდასხმებზე პასუხს გასცემს, მაგრამ ოუელი მუქარა ამყარებს ამერიკულ თეზას, რომ თეირანი არასტაბილურობის კერაა. ეხლა რაც შეიძლება შემდეგ მოხდეს, არ ნიშნავს დაუყოვნებელ თავდასხმას. ახალი გზა შეიძლება უფრო ჩუმი და თეირანისთვის უფრო საშიში იყოს. ვაშინგტონი ამკაცრებს კონტროლს ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ კომპანიებზე. პეკინთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინური გემებისთვის რისკის შემცირებაზე. საერთაშორისო მისიის წახალისება საზღვა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ბლოკადის შენარჩუნება ზეწოლის ინსტრუმენტად. ამ სცენარში ტრამპი ირანს გარედან ხვრალად ტოვებს, მაგრამ შიგნიდან კი სისხლს აცლის. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის თემში.